ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. 11 ახალგაზრდა ეროვნული სიმბოლო ადმინისტრაციული შენობის წინ ჰიმნის თანხლებით აღმართა. ღონისძიებას ორგანიზება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაუწია. როგორც მისი წარმომადგენელი განმარტავს, ეროვნული დროშის დღის აღნიშვნა სამცხე-ჯავახეთთან ერთად ქვეყნის 7 რეგიონი შეუერთდა. თითოეული მათგანიდან 11 ახალგაზრდა საღამოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ქვეყნის პირველ პირს შეხვდება. საქართველოს სახელმწიფო დროშა გერბთან და ჰიმნთან ერთად ქვეყნის ეროვნული სიმბოლოა. ის საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე იქნა შემოღებული და 2004 წლის 14 იანვრიდან ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ ძალაში შევიდა. ეროვნული დროშის დღე საქართველოში მხოლოდ ერთხელ 2012 წელს აღინიშნა. დღევანდელი დღე ისტორიული არის ნამდვილად ქართველი ერისათვის. დღევანდელ დღეს 14 იანვარს აღინიშნება ეროვნული დროშის დღე. ამ ყველაფრის პატრონაჟი ხდება პრეზიდენტის მიერ. ადრე ეს დღე არ აღინიშნებოდა, მარტო ერთხელ აღინიშნა 2012 წელს და ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე იქნება ტრადიციულად ყოველ წელს გაიმართება და აღინიშნება როგორც სიმბოლიკებით და ასე შემდეგ, როგორც რასაც ეროვნული დროშის დღე ქვია.